დაგიბრუნდით მორიგი ეპიზოდით. დღეს განხილვაში ყავს იტალიელი ხულიგანი აპრილია ტუონო 660. ამასთან ერთად მინდა შეგახსენოთ, რომ რა თქმა უნდა ჩემი ახის პარტნიორი კომპანია არის ჰელმეტარიუმი და მინდა გითხრათ, რომ ვისაც მოგწონთ ჩემნაირი რუროკები, შეგიძლიათ ჰელმეტარიუმში მიაკითხოთ, რადგან უკვე 3 ეგზემპლარი აქვთ და ასევე საზაფხულო და საშემოდგომო ახალი კოლექცია, სადაც შეგიძლიათ ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცის არჩევა. ახლა კი წავედით, გავტესტოთ ჩვენი იტალიელი ხულიგანი და გავიგოთ, არის თუ არა ის ნამდვილად ხულიგანი. მოკლედ, არ მინდოდა თვალ აქედან დაწყება ვიდეოში, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს და მინდა რომ ვიდეო დავიწყო პირდაპირ ერთი ყველაზე დიდი მინუსით, რაც ამ მოტოციკლეთს აქვს, რაც არის რეალურად რული. ან თვითონ რულის ზომასთან არსებითი პრობლემები არ მაქვს, მაგრამ აი ეს დამატებები, ალბათ ხედავთ. ეს დამატებები რეალურად არის იმისთვის, რომ მოგეხსენებათ, ეს მოტოციკლეთი 2 ცილინდრიანია და ვიბრაციები აქვს, ნამდვილად აქვს. საკმაოდ, ვერ ვიტყოდი რომ ძალიან შემაწუხებელი, მაგრამ იგრძნობა საკაიფოდ ფეხებშიც და ხელებშიც და რეალურად ეს დამატებები იმისთვის არის დაყენებული რულზე, რომ ეს ვიბრაციები ჩაახშოს და არ იყოს იმდენად შემაწუხებელი, რამდენადაც რეალურად ამის გარეშე იქნებოდა. ეხლა რო გავზომე, რეალურად ეს დამატებები არის 3 სანტიმეტრი, რაც პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ბევრია, იმიტომ რომ აი პირადი გამოცდილებით მაგალითად ეხლა ყველამ ძალიან კარგად იცით, ჩემი ჰარლითი საცობებში როგორ დავფრინავდი და დავფრინავ, მაგრამ რული შევცვალე და არა მარტო რული, რაიზერებიც დავწიე. დავაყენე ბევრად უფრო მოკლე რული, დაახლოებით 2 სანტიმეტრი მოაყდა აქედან და იქიდან, ანუ ჯამში 4 სანტიმეტრი და უბრალოდ ვერ აგიხსნით რამხელა სხვაობა არის, თუნდაც აი ეს 2 სანტიმეტრი, რაც ჩემ რულს მოაყდა. მე რომ მეგონა რომ ჩემი მოტო მოჯენილი მყავდა, ნურას უკაცრავად. აი ეხლა მყავს მართლა ჩვეულებრივი თოფიანი სტრიტი. აი როგორც კაი ნასკის ემყავს ეხლა ამოცმული ჩემი ჰარლი და აქ წარმოიდგინეთ არის 3 სანტიმეტრი ამის სიგრძე. დაჟე აი აქ ეს ამ საბოლტეს არ ვთვლი. ანუ ესეც თავი რაღაც 9 სანტიმეტრი მაინც არის მინიმუმ. მოკლედ 3.5 სანტიმეტრი აქედან და იქიდან სულ ჯამში არის 7 სანტიმეტრი და ანუ პრაქტიკულად შეუძლებელია რომ დინამიურად და ისე იარო, როგორც მე მიყვარს რა საცობებში. ჩემი პირველი რეკომენდაცია მოტოციკლს ვინმე თუ იყიდით, ან უნდა მოხსნათ ეს და დაიკიდოთ და ის ვიბრაციები აიტანოთ, ან უბრალოდ საცობში დინამიურად ვერ ივლით რა, პროსტა გამორიცხულია. იმიტომ რომ საკმაოდ გრძელია. ეს ყველა ვარიანტი უნდა მეთქვა, იმიტომ დავიტანჯე მართლა. ესეთ ტრაფიკში შეიძლება მოძრაობა, მაგრამ როგორც უკვე მანქანები ჩერდებიან და ჭიდროსაცობია, მოკლედ ძალიან რთულდება გადაადგილება რა. სულ იმაზე ვფიქრობ, აი ესენი არ გავკრა. რეალურად მოტო არის ქალაქისთვის რა, ქალაქის იმენა ეს არის, რა ქვია, ტყვია ჩვეულებრივი, დასაბომბად და საცობში ვერ დაძვრები რა. აი ამ განიერი რულის გამო. ჩვენი ტუონო არის basic ვერსია, ანუ factory არ არის, რომელსაც რეალურად quick shifter-ი არ მოყვება, მაგრამ ამ კონკრეტულ მოტოციკლზე დაყენებულია quick shifter-ი, ანუ არ მოყვებოდა და მე პატრონემ დააყენა. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ამაზე ბევრად კარგი quick shifter-ები მინახავს, მაგრამ რავი, ოკეია. ერთადერთი რაც არ მომწონს ცოტა არის ის, რომ ცოტა მკვახეა, თვითონ გადაცემის ყოლოფიც და ნეიტრალის პოვნაც არ არის თვალ ისეთი მარტივი, როგორც საჭიროა. რა ჩადგა, ბაბუტო. ხოდა მოკლედ სიჩქარეების ყოლოფი საკმაოდ მკვახე აქვს.
ანუ ისეთი smooth არ არის მოკლედ რა. ანუ რეალურად ეხლა ეს საშუალო კუბატურის და საშუალო ბიუჯეტური კლასის მოტოციკლეტია და ეხლა ძალიან ბევრსაც მოდი ნუ მოვთხოვთ ეს რაღაცა პრემიუმ კლასის მოტოციკლეტი არ არის და სადღაც რაღაცეებში რა თქმა უნდა ფულია დაზოგილი იქიდან გამომდინარე რომ ხელმისაწვდომი იყოს და ბიუჯეტური და ასე შემდეგ. მაგრამ მინდა ვთქვა რომ მანევრში ძალიან საკაიფო არის, ძალიან კარგად მოყვება, ძალიან დამჯერია. მოსახვევებში რავი ფაქტიურად თვითონ შედის. აი იმენა თვითონ შედის, რასაც ქვია. მინდა ვთქვა რომ 140, 150, 160, 180-ზე მოტო ძალიან სტაბილურია. ვაფშე არ ველოდებოდი რომ ამ მოტოციკლეთს რავი რატოღაც 660-ის ეს ძრავი მეგონა ესეთი ხოდიანი ვერ მეგონა, მაგრამ საკაიფოდ გარბის ძალიან. მოსახვევებში არის იმენა მხეცი, მართლა ოღონდ რა. ანუ იმ კლასში, რა კლასშიც გადის ეს მოტოციკლეტი. ჰენდლინგში არის, რავი, ალბათ ერთ-ერთი ტოპ რა, რაზე ვარ ვარ ამ კუბატურის მოტოებზე. და არ ვიცი მე ამ მოტოს რატო დაარქვეს დამწყების მოტოციკლეტი, მაგრამ ჩემი აზრით კი ბაზარი არა, ეხლა შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ ელექტრონიკა გაჭყეპილი და ასე შემდეგ და კი მართალია თუ ყველაფერს ჩაურთავ მაქსიმალურზე ეს მოტოციკლეტი სკუტერები დადის და ბაზარი არა დამწყებ ადამიანს ჯავანჩოობა შეუძლია მართოს, მაგრამ იმას თუ გავითვალისწინებთ რომ შედარებით თავისი კლასის მოტოებთან მიმართებაში ცოტა მაღალია, 1.76 სიმაღლის, აი დაახლოებით ეხლა მე როგორც ვარ, 1.76 ვარ, რაიდერისთვის, ნუ საკმაოდ ისეთი მაღალი ჯდომი აქვს. ვერ ვიტყოდი რომ მანევრის დროს დაბალ სიჩქარეზე ძალიან კომფორტულია და ნუ დამწყეს გონია რომ შეიძლება ცოტა გაუჭირდეს თავიდან. ნუ მე მაინც დავრჩები იმ აზრზე რომ კი ელექტრონიკას ჩართავ ყველაფერი, მაგრამ ხდება ხოლმე ძალიან ხშირად ისე რომ ადამიანი როცა დამწყები არის 1, 2 თუ 3 თუ იკატავებს ცოტას რაღაცას დაამუღამს იქ რაღაცა გაზის მოჭერას, ცოტა მანევრს, ცოტა რაღაცას და უკვე გონია რომ ყველაფერი იცის და მაგდროს შეიძლება ელექტრონიკები გათიშოს, მოხდეს ძალიან ისეთი რაღაცა, რაც დამღუპელი იქნება მისთვის რა რეალურად. ეხლა მე აი ახლა ამ მომენტში ამ მოტოზე ყველაფერი გათიშული გვაქვს აბსოლუტურად, ხოლო და ABS-ი არის წინა დატოვებული, იმიტომ რომ ფიზიკურად არ ითიშება. თორე დანარჩენი აი აბსოლუტ ტრექშენიდან დაწყებული ანტივილი კონტროლი. ნუ საერთოდ ვერ ხვდები ამ მოტოციკლეთს ანტივილი კონტროლი არ სჭირდება. ნუ ნახე მოდი განახოთ ეხლა პირველ სიჩქარეში ცოტა რესკა თუ მისე მოაქვს, მაგრამ მეორე სიჩქარეში ფაქტობრივად ძალიან უნდა მოინდომო რომ ამას ცხვირი წამოაყებინო. ანუ უბრალოდ გამორიცხული არის რომ გაზით ამას მეორე სიჩქარეში ცხვირი ააწევინო და აგერ ცეპლენითაც რომ აი ძალიან უჭირს, ამოგა ძალიან უნდა მოინდომო რა, რომ მეორე სიჩქარეში თუნდაც ცეპლენი ცხვირი წამოიღოს. აქედან გამომდინარე ვერ ხვდები ამ მოტოციკლეთს ანტივილი კონტროლი არ შეჭირდება, მაგრამ ნუ კარგია მაინც. ხო და მოკეთ ჩვენ თუ ეხა იმ ყველაფერს გავითვალისწინებთ რომ მე აქ ელექტრონიკა გათიშული მაქვს და არაფერი არ მაქვს ჩართული. პირდაპირ შემიძლია ვთქვა რომ ეს მოტოციკლეტი არც ნელია, არც ვერც იმას ვერ ვიტყოდი რომ ფიცხი არ არის, კი 67 ნიუტონი აქვს და 195-დან 100 ცხენამდე, ნუ გააჩნია ზოგში როგორ ამოდის ცხენები, ზოგში როგორ ამოდის. მაგრამ მოდი ნუ თქვა კაი 100 ცხენი, 67 ნიუტონი. ანუ ვითომ ესე ციფრებში თითქოს არაფერი არ არის, ესე რო აიღო რა, ფურცელზე რო შეხედო დიდი ციფრები არ არის. 193 კილოგრამი არის და თითქოს ნუ დიდი არაფერი, მაგრამ როცა დაждები ამ მოტოზე, ნუ ემოციებს ნამდვილად გჩუქნის, იმიტომ რომ ნუ ტუონოა, მაინც ეხა ვისაც იცით ეხა 1100 ტუონო როგორი ცოფიანია და როგორი ემოციური მოტოციკლეტია და როგორი ემოციებს გჩუქნის, დაახლოებით იგივე ტიპი არის, პროსტა დაპატარავებული მასტია რა. უბრალოდ აი როზი ხარ შემიძლია თამამად თქვა რომ ვაფშე არ იგზრობა ის რომ რაღაცა საშუალო კუბატურიან მოტოციკლეტზე ზიხარ რა. ანუ მაგის საბეჭდებას ვაფშე არ გიტოვებს რა, პირიქით რაღაცა თითქოს კაი გემრიო ყვერებიან ლიტრიან სტრიტზე ზიხარ რა. ერთადერთი აი გაწევაში ხვდები რომ თად ლიტრიანი სტრიტი არ არის რა, თორე დალში აი ესე ჯდომა, ზომა და ასე შემდეგ რო ავიღოთ, აი გაბარიტები და ყველაფერი რო ავიღოთ ერთობლივად რო შევკრიბოთ აი ეს თუნდაც ემოციების და ყველაფერი, საერთოდ არ იგრძნობა რომ რაღაცა ისეთ საშუალო კუბატურიან მოტოზე ვზივართ კონკრეტ. ასევე მოტოციკლეტი ნუ რა თქმა უნდა ფანტასტიკურად გამოიყურება და არის ულამაზესი, ეს ერთ-ერთი ისეთი მოტო არის, ეს თუ გეყოლება ყველა მოვა და გეტყვის რომ არა ლამაზი მოტოა და ასე შემდეგ. კომპლიმენტებს აუცილებლად მიიღებთ. ეხლა ფასად შეეხება, ნუ ვერ ვიტყოდი რომ ეხლა ეს მოტოციკლეტი იაფ იღირს.
მაგრამ ვერც იმას ვერ ვიტყოდი, რომ ნუ ძალიან ძვირი ღირს რა. ანუ რაღაცა საშუალოზე ალბათ ოდნავ ძვირი ღირს, ესე ვიტყოდი. ვის ახლა უღირს ამ მოტოციკლეთში მაგ თანხის გადახდა რეალურად რაც ღირს, ეგ უკვე თვითონ მან უნდა გადაწყვიტოს, ესე რომ ვთქვათ, ვინც ყიდულობს, მაგრამ რავი, მე მაინც ვიტყოდი, რომ სადღაც მაინც მოგინდება ელექტრონიკის გათიშვა. და ამ მოტოზე ელექტრონიკა რო გათიშვა, თვად დამწყებ ფრენდლი მოტოციკლეტი არ არის რა. ხო და მე მაინც ჩემაზე დავჩები და მე მგონი ჯობია რომ ჯერ ერთი რამე მოტო ყავდეს 300 კუბამდე და მე გადმოждე ამაზე უკვე შესაძლებელია რა კი მე პატრონესთვის პირველი მოტოციკლეტია მაგრამ აქ ძალიან ბევრი რაღაცა თამაშობს როლს იქიდან გამომდინარე რომ მე პატრონე პატარა ბიჭი არ არის ეს ერთი და უკვე ესეთი ჩამოყალიბებული გაწონასწორებული ადამიანია პლუს მანქანის მძღოლი არის დიდი წლებია ესე რომ ვთქვათ და ეს ყველაფერი ძალიან დიდ როლს თამაშობს რა იმიტომ როცა მანქანის მძღოლი ხარ ნუ კაკ მინიმუმ ყველაზე ცოტა ქალაქის ამბებს მაინც იცნობ რა ესე რომ ვთქვათ და მანქანები როგორ დადიან ფსიქოლოგია იცი მძღოლების და ასე შემდეგ და ნუ ბევრად ისეთი ბევრი ბენეფიტი გაქვს მაგ ამბავში რა ხო და ვინც ვაფშე საერთოდ არაფერი არის არც მოპედზე და არც მანქანაზე და და არაფერზე და პირდაპირ ჟდები მოტოციკლზე რავი იმათვის ჩემი აზრით მაინც ცოტა ბევრია რა თან გაბარიტული მოტო არის ხა ვერ ვიტყოდი აი პროსტო რავი კარგად ხედავთ რომ არ ვიცი ხა ვიდეოში როგორ აღიქმება მაგრამ საკმაოდ მოშნი მოტო არის რა ხა ვერ ვიტყვი რომ პატარა მოტოა ანუ ამის კლა ხა R7 რო აიღო ამასთან იმენა სათამაშოს გავს რა თუნდაც MT-07 რო აიღო მაგალითად MT-07 ვაფშე ველოსიპედი არის. და ეს რაღაცა ეჭედი რა, მოშნი მოტოშტაბეჭლებას ტოვებს რა. თავარი რაც მინდა აღვნიშნო. მოტოციკლეთს აქვს ძალიან მაგარი ჯდომის პოზიცია. ოღონდ რა კუთხით ვიძახი. აი თუ დააკვირდებით, აი თვითონ აი ამ ბაკს იმდენად კარგი ფორმა აქვს, რომ აი შიგნით ხარ შერჭობილი, რასაც ქვია და ძალიან უნდა მოინდომო მოკლედ რომ ამან მეორე სიჩქარეში ცხვირი აგიწიოს მოკლედ რა. ხო და იმდენად კარგად ხარ შეჭობილი რომ გაძლევს ძალიან თავდაჯერებულობის შეგრძნებას ესე რომ ვთქვათ რა ანუ მოტო თითქოს გაცვიაო რა იმენა საკაიფოთ რა მოკლედ ჯდომის პოზიცია ძალიან მომეწონა რა მაგრამ როგორც ესეთი აი ჯდომის პოზიცია რასაც ქვია აი ცოტა წინ ხარ გადახრილი ოდნავ ნუ ხრები და ზურგი მაინც დაგეღლება ბევრი კატაობის მერე იქიდან გამომდინარე ნუ მაგალითად ეხა მე მიყვარს სტრიტებზე უფრო აი ესეთი ჯდომა რა აი დაახლოებით MT-09, MT-07 და სხვადასხვა სტრიტებს როგორი ჯდომაც აქვს რა ხერხემალში რომ თითქოს ბოლომდე გასწორებული ხარ ესე რომ ვთქვათ რა ამას ცოტა აგრესიული წინ გადაწეული ჯდომა აქვს ნუ 1100 ტუონოსთან შედარებით ბევრად უკან ხარ იმაზე კიდე უფრო აგრესიულად ხარ მაგრამ ფეხის პოზიციაც იმას ცოტა სხვანაირი აქვს ბევრად უფრო ცოტა ისე ხარ აი სპორტ ბაიკს წააგავს მოკლედ სპორტ ბაიკზე როგორც გაქვს ფეხები დაახლოებით ისე აქ ეგრე არ არის მაგრამ მაინც საკმაოდ ისეთი მოუხერხებელი ჯდომის პოზიცია ვერ ვიტყოდი რომ სუპერ კომფორტულია თქო რა ანუ ოღონდ ეს იქიდან გამომდინარე ვიძახი რომ ეს მოტო არის როგორც ქალაქის მოტოციკლეტი რეალურად არის სტრიტი და აქედან გამომდინარე ნუ უნდა იყოს ქალაქში გადასაადგილებად გათვლილი და ასე შემდეგ ჩემი აზრით მაინც ცოტა დამღლელია რა ეს პოზიცია როგორც აქ ხა ამას კონკრეტულად დინამიკა ძალიან კაია აქ ელექტრონიკები ყველაფერი გავტესტე აბსოლუტურად და ძალიან მაგრად მუშაობს ერთადერთი quick-shift-თან მაქვს პრობლემა მაგრამ აღმოჩნდა რომ ანუ კონკრეტულად ან მოტოს ან მე კი არ მაქვს პრობლემა ზოგადად ამათი საკმაოდ ისეთი პრობლემა ყოფილა პირველიდან მეორე სიჩქარეში კარგად თუ არ ამოვარტყი ან ნეიტრალებს უმეტეს შემთხვევაში ეხა კიდევ უკვე დავამუღამე უკვე იმიტომ რომ ეს მოტოციკლეტი 2 დღეა მყავს და კიდე ასე თუ ისე შევეჩვიე და ну, ვისაც ყავს ესეთი მოდელები, იმათაც რო ვკითხე, იმათაც ზუსტად იგივე მითხეს, რომ იგივე პრობლემები აქვთ. მოკლედ ამ quick-shift-თან დაკავშირებით და ნუ აი ეს მაინც რო იცოდეთ რა, ანუ პირველიდან მეორეში უჭირს გადართვა და ჩენებში კარგად მუშაობს. მაგრამ აი რაღაცნაირი ანუ კაროკა აქვს ისეთი უხეში რა, ანუ აი ეხა ამის კლასში გადის ფაქტიურად 765 ტრიუმფი და ანუ ერთს კი შევადარებ, ის არის იმენა ღმერთების quick-shift-ერი არის, რაღაცა სასწაული არის, კარაკივით მუშაობს რა. და ეს ეგეთი კარაკი ვერ არის. ნუ ამას ეხა ვიბრაციებით მეტი აქ ეხა ის 3 ცილინდრიანია. და ლოგიკურია იმას ეხა ისეთი ვიბრაციები. არა ფაქტიურად არ აქვს იმას ვიბრაციები და ამას საკაიფო ვიბრაციები აქვს. მაგრამ იცი რა არის ეს ვიბრაციები რაღაც კონჩი ხასიათს უხდება რა ზოგადად ტუონოებს ისეთი ხასიათი აქვს. ანუ ეს ტუონოს და ის ტუონოც რომელიც აი იმენა ცოფია 1000-იანი რომელიც სხვათა შორის წინა წელს კინაღამ ვიყიდე გარაჟში მეყენა ფაქტიურად უკვე 2024 წლიანს ყიდულობდი 1100 ფექტორს უბრალოდ მე რაღაც მიზეზების და გამო გადავიფიქრე მოკლედ ანუ თვითონ ხასიათი აქვს რა მოტოციკლets ისეთი
თუ ანუ ეგეთი უნდა იყოს რა, რაღაცა აგრესიული და ბრუტალური ტიპი არის რა. სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, რომ ვიზუალი არ აქვს ამ მოტოციკლეტებს ისეთი რა, რომ შეხედავ თლად ეგრე ვერ იტყვი, რომ აი ეს მოტო შეიძლება ეგეთი აგრესიული ან რაღაც იყოს, მაგრამ როგორც კი ჯდები ამ მოტოზე, ეგრევე ხვდები, რომ რაღაცა იმენა ისეთ ხასიათიან ტიპზე დაჯექი მოკლედ რა, ეს რაღაცა ეს პროსტა იმოტო არ არის, ამას თავისი ხასიათი აქვს და თავისი მუღამი აქვს. ხო და რავი, ჩემი აზრით, ვისაც აი MT-09 მოგწონთ, MT-07 მოგწონთ და ასე შემდეგ, მაგათი უფრო თანამედროვე, კი, შეიძლება MT-09-თან შედარებით ახლა ეს მოტოციკლეტი ვერ არის ისეთი ფიცხი, მაგრამ ხასიათი დაახლოებით იგივე აქვს რა. ახლა MT-07-სა და ამას შორის სიარულში სხვაობა არის, მაგრამ რო არ მოვიტყვე ახლა დაგასპოილერებთ და გუშინ MT-07 გადავიღე და უკვე შემილია ვთქვა, რა შემილია შევადარო MT-07 მაგალითად ამ მოტოციკლეტს, დინამიკა ამას უკეთესი აქვს, რა თქმა უნდა, 180-ის ზემოთაც ასე თუ ისე მიდის და 180-მდეც ძალიან ისეთი კარგად ჩქარდება და ასე შემდეგ. MT-07-იც არ დადის ცუდად, მაგრამ MT-07-ის ის დინამიკა არ აქვს რაც ამას. რეალურად ეს ახლა ლოგიკურიც არის, იმიტომ რომ MT-07 ვაფშე სხვა სახის გართობისთვის არის ესე რო ვთქვათ რა, მაგრამ ახლა ჩემთვის MT-07 ისე დამევასა, რომ მოკლედ MT-07-ის ვიდეო რო დაიდება, ჯობია იქ უყუროთ. აი ხა ჩემთვის ხასიათიდან გამომდინარე MT-07 მირჩევნია ამ მოტოციკლეტს. მართალია იმას ვაფშე არაფერი არ აქვს, იმენა ABS-ი აქვს მარტო, მაგრამ ახლა ჩემთვის ეს ელექტრონიკა საერთოდ არ არის საჭირო, ერთ-ერთი quick shifter-ს ვისურვებდი MT-07-ზე, თორე დანარჩენი, რავი, აი ჩემ ხასიათში ძალიან ჯდება რა. ამის 1100-იც ძალიან მევასება და როგორც უკვე აღმოჩნდა, აი კინაღამ ვიყიდე წინა წელს და რა თქმა უნდა ესეც გამისწორდა, იმიტომ რომ ხასიათური მოტო არის და ასწორებს. სხვა რა შემიძლია კიდევ თქვა? ამ გზაზე ხო იმენა ვერ წამოხვალ ერთხელ ისე რომ გზა შედარებით სუფთა იყოს. მოკლედ ამ გზაზე ბოლოჯერ მოვედით მეგობრებო, ამის მეტი მე აქეთ აღარ წამოვალ სავარაუდოდ რა. თუ ქვეყანა არ დაიქცა და სხვა გზა არ დამჭა, ამ გზაზე მე აღარ წამოვალ რა. როგორც უკვე ვთქვი, მოსახვევებისთვის და მანევრისთვის ძალიან კაი ტიპი არის. ძალიან კარგად მოყვება კი არა, რავი, გაფიქრებაც საკმარისია და თვითონ აკეთებს ყველაფერს. ხო, ეხლა კიდე ერთი მთავარი რაღაცა, კიდე ეხლა რა არ მომეწონა. თუ დააკვირდებით, არ ვიცი დაინახეთ თუ არა და ჩანს თუ არა, აი ეს ცეპლენის ლევერი არის ძალიან შორს, აი ნახეთ ეხლა, ხელი ხო მიდევს. ანუ ესე ვერ წვდები. ნებისმიერ სხვა მოტოციკლეტებზე ჩაუბად წვდები რა. აქ ხელი უნდა ცოტა გადაწიო წინ და მოკაჩო რა, არ ვიცი ეხლა ეს რა კატეგორიის ხალხზე არის გათვლილი. ან რა ვიზუალური დატვირთვა აქ ეხლა ამას ესე არის აღუნული რა, პირობითად რავი, ისიც ვიფიქრე მეთქი დიზაინში ხო არ ჯდება თქო, მაგრამ რავი, ანუ თვითონ ეს ლევერიც ესე რო შეხედავ, საკმაოდ ჩიპ გამოიყურება რა, არ არის რაღაც ეხლა პრემიალური ლევერი არ არის მოკლედ რა და ძალიან არაკომფორტულია ამის ხმარება. კი მართალია ეხლა აქ quick-shifter გვაქვს, მაგრამ ეს ხო basic ვერსია ეხლა როცა იყიდი, მაშინ quick-shifter არ გაქვს და ანუ აი უნდა დაიტანჯო რა, ან გრძელი თითები უნდა კონდეს რა. ახლა მე რეალურად ვერ ვიტყოდი რომ მოკლე თითები მაქვს, ანუ საშუალო ზომის ხელი მაქვს და ჩემთვის მოკლედ ძალიან არაკომფორტული არის და ეგეც ძალიან არ მომეწონა და ძალიან დიდი დისკომფორტი არის. მართალია ახლა quick-shifter გვაქვს, არ მიწევს რა ესე ხშირად ამის გამოყენება, მაგრამ აი დისკომფორტია რა. როცა მიწევს, იმ მომენტში ძალიან საკაიფო დისკომფორტს მიქმნის მოკლედ რა. ეს ვინც არ იცით, მოვედით ახლა შიომღვიმეში. შეგიძლიათ წამოხვიდეთ ხოლმე, ოღონდ ფრთხილათი არეთ, იმიტომ რომ როგორც ნახეთ ძალიან ბევრი ხრეში და უბედურება ყრია რა გზაზე რა. ვიზუალთან რავი, ხა პრობლემები მე არ მაქვს, ფიზიკურად ვერავის ვერ ექნება ვიზუალთან პრობლემები ჩემი აზრით, იმიტომ რომ რავი, ძალიან ლამაზი მოტო არის მართლა რა, ყველაფერი ეხლა ცოტა კი დავისვარეთ ტალახის გამო, მაგრამ ყველა პონჩი ძალიან ლამაზი მოტოა. ეხლა წავიდეთ ჩემ ადგილას, ჩამოვჯდეთ, სადაც მე ძალიან მიყვარს ჯდომა, რომელიღაცა ვიდეოში კი განახეთ ის ადგილი და ეხლა კიდე განახეთ, აი ნახე პროსტა რა ხდება რა. ხო, კიდე ეხლა რა მინდა აღვნიშნო რა. მოკლედ ამ მოტოციკლეტს და ზოგადად აპრილიას არ ვიცი რანაირად ხდება ეგრე და ვაფშე ამ ბოლო დროს ვაფშე ქარხნული გამშვებები ძალიან მომწონს რა, ყველა მოტოციკლეტის რაც კი ვიჯექი ამ ბოლო დროს ქარხნული ხმები ძალიან მევასება რა, ანუ რა სიბერე მიტევს და მაგიტომ მომწონს, იმიტომ რომ ძალიან ხმაურიანი მაყუჩები უკვე ჩემ ყურს არ სიამოვნებს თუ რა ხდება, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ ყველა ის მოტოციკლეტი რაც გავტესტე ქარხნული მაყუჩით, ანუ იმენა სასიამოვნოდ კარგი დაბალანსირებული გემრიელი ხმა ყველას რა. ამავდროულად ამასაც, ანუ ქარხნული მაყუჩი გვიყენია და რავი, ხმა აქვს ფანტასტიკური რა, ისეთი რომ აი თან სიამოვნებს,
თან არ გაწუხებს რა, დაჟე რაღაც მომენტებში ცოტა ხმამაღალიც არის და ეხლა ამაზე რო დააყენო რაღაც aftermarket-ი ვაფშე ძალიან ხმაურიანი გაიჩნდება რა, მოკლედ მე მაგალითად ამაზე aftermarket-ს არ დავაყენებდი არც ერთ ვარიანტში. ასევე მინდა შევეხო ტორმუზების ამბავს, ვითომ კი Brembo გვაქვს, მაგრამ არ ვარ თვალყაყოფილი, წინა ტორმუზი კაი, მაგრამ აგრესიული ხა გუში მაგალითად საკმაოდ აგრესიულად ვიარე, სადღაც 1 საათი და წინა ტორმუზები საკმაოდ გადახურდა და კარგად აღარ იჭერდა, ეთყობოდა რა რომ დარბილდა მოკლედ წინა მხარე და უკანა ტორმუზი ამ მოტოციკლს საერთოდ არ აქვს. ეგეც მეგონა რომ კონკრეტულად მეთქი ამ მოტოციკლს აქვს რაღაცა პრობლემა და ან დასაჰაერებელია თქო, ან ჯიტკოსია უბრალოდ გამოსაცველი, ძველი ჯიტკოსია და უკვე გაბანძებულია თქო, მაგრამ ნურას უკაცრავად, აქ ბიჭებს ყავთ კიდე რამოდენიმეს ესეთი მოდელები ზუსტად და იმათაც ვკითხე ფორუმებზე წავიკითხე და მოკლედ ეგეთი რაღაცნაირი რბილი უკანა ტორმუზი აქვს. რა ეხა უკანა ტორმუზს ვაჭერე და როგორ შეგძება მაგიცი რომ თითქოს კალოტკა რო ბოლომდე დავა, ხო იცი, თითქმის რო აღარ იჭერს ფაქტიურად, რაღაცა მაგდონეზე იჭერს უკანა ტორმუზი და ეგ ამბავი მოკლედ არ მომწონს რა. უკანა ტორმუზი ამ მოტოს ფაქტიურად არ აქვს. ამ მოტოციკლს გავიყვანდი ქალაქში ერთ-ერთ საუკეთესო ვარიანტად, ქალაქში რითიც შეიძლება რომ იმოძრაო. პლუს წვაც არაფერი დიდი არ აქვს, რაღაცა 6 ლიტრი, 6 ლიტრს დაწვავს ალბათ ძალიან რო აგაზავ, 7 ავიდეს, ეგეც პატალოგი არის, ხო, ეგ ძალიან უნდა მოიდო, მაგრამ მგონია რომ 7-ზე არც ავარა დაჯერ რა. ბოლოს ეხა რაც ვიარე, მიწერდა 5.5 ვარ სადღაც, 6 ლიტრი არის ალბათ ამ მოტოციკლისთვის მაქსიმუმი რა, რაც შეიძლება რომ დააწვევინო, რაც უნდა გიჟივით იარო. ხო, კიდე ეხა რა ხდება ნახე რა. მოკლედ ეხა ხო ყველაფერი გათიშული მაქვს, time attack-ში ვართ. ესეთი მოუდია, ესეთი არა ჩელენჯი, რომელიც დაყენებული არის და time attack-ია, რომელსაც შენ თვითონ აყენებ რა, ყველაფერი გათიშო, ჩართო და ასე შემდეგ რა. ეხა time attack-ზე მიყენია რეალურად, ეს არის უფრო ტრეკის მოუდია ესე რომ ავიღოთ, იმიტომ რომ იქ რაღაც თავის მოსახოვებს, რამდენი კრუგი გაიარე, დროებს და რაღაცებს გიწერს რა. კი, მესმის რომ ეს ტრეკისთვის განკუთვნილი და ასე შემდეგ, მაგრამ ბიჭო, აქ არის სიჩქარეს წერს, აქ რა რაღაცა წვრილად პატარაზე, კაროჩე საშინლად რა. ეგ მაგრად არ დამევასა რომ არა და რეალურად ამ time attack-ში თუ არ ჩააგდე, ამ მოუდში და ეს ყველაფერი თუ არ დააყენე ისე როგორც ეხა მიყენია, ამ მოტოციკლის თლიან პოტენციალს ვერ იხმარ რა. თავისი მოუდები კიდე რაც აქვს, როუდი აქვს, დინამიკი აქვს და ინდივიდუალი. ინდივიდუალურიც არის, რომელსაც შენ თვითონ აყენებ, მაგრამ იმ ინდივიდუალურში რაღაცას მაინც ვერ თიშავ ბოლომდე. მაგალითად ტრექშენს ვერ გათიშავი. და მარტო აქ ითიშება და რატო? ხო შეიძლება სიჩქარე უფრო დიდად ჩანდეს რა, რომ რაღაცა თვალს ესიამოვნოს და ასე შემდეგ რა. თან მით უმეტეს ეხა ეს მოტო იმისთვის ხوار გამოუშვეთ, რომ იმენა ტრეკზე შევარდე მაინც და მარტო ტრეკზე იარო რა ტიპებმა გამოუშვეს, იმით რომ ქალაქისთვის საშუალო კუბატურიანი მოტო ყოფილიყო. ხო, რა ჯანდაბად მინდა ეს ყველაფერი რა, ბევრად არ ჯობია რომ სიჩქარეს აჩვენებდე, ეს უფრო გემრიელად. ეხა განახებთ რეალურად რას გულისხმობ რა. ეს ხო გაჩერდები. ამას დააწვევი დიდი ხანი. ლაპში გადაგიყვანს, გადადიხარ, აგერ არის მოუდი რეისი და პროსტა როუდზე ხო გადაიყვან. ეხა გამოვიდეთ და всё, ესეთი სპიდომეტრი უნდა გქონდეს ჩემი აზრით. მოდი ეხა ნახეთ რას გულისხმობ. ეხა ხო შევცვალეთ. ეხა ესე რო შეხედავ. ხო, ბევრად უფრო სასიამოვნო საყურებელია ეხა ეს დეშბორდი რა, იმიტომ რომ სიჩქარეს ხედავ რაღაცა და უფრო ვაიბიც უკეთესი აქვს რა, ვიზუალურადაც ბევრად უკეთესად გამოიყურება, მაგრამ თელ პოტენციალს კიდევ ვერ ხმარობ ამაში და ეგ ძალიან არ მომწონს რა. და სხვათა შორის ერთ-ერთმა ჩემმა გამომწერმა, რომელსაც ესეთი ყავს, დინამიკშიო, quickshifteri არ მუშაობს და ჩემთან ესე მითხრა, მაგრამ შემიძლია განახო, რომ დინამიკში ჩვენი quickshifteri მუშაობს იდეალურად. არანაირი პრობლემა არ აქვს. ასე რომ სავარაუდოდ შენ მოტოს ჭირს რაღაცა და უნდა გამოვიძიოთ რა ჭირს. ეს ფაქტია, დინამიკშიც მუშაობს. აგერ ისე ინდივიდუალზე ხო მუშაობს და კომუციც ჩვეულებრივად მუშაობს quickshifteri, არანაირი პრობლემა არ აქვს. და მოკლედ ეგეც ჩემთვის მოდი მინუსში გავატარებდი, იმიტომ რომ დეში გინდა რა. გინდა რომ ხედავდე რა, ეხა მე მინდა მე მევასება და მე სიჩქარეს რო ხედავ, მისწორდება რა, ეს ციფრებს რო ხედავ. და იმიტომ რომ ჭირდება, პროსტა თვალს უხარია რა. არა ხმა ბიჭო, ხმა ძალიან მაგარია ამ მოტოს რა. ხო ქარხნულია რა, მაგრამ თან 2 ცილინდრიანია, მაგრამ ვაფშე არ გიტოვეს მაგის და კაროჩე V4-ის ხმასთან ძალიან მიახლოებულია რა, მაქსიმალურად ცდილობს რომ V4-ის ხმა დაიჭიროს რა, იმიტომ რომ ეხა მე ტუონოზე ძველზეც ნაჯდომი ვარ, ახალზეც და ბევრნაირ გამშვებზეც მაგ მოსმენილი ხმა და ძალიან მიახლოებულია, პირდაპირ შემიძლია ვთქვა რა, ვაფშე არ ტოვებს იმის საბეჭდილებას, რომ
ანუ ესე პირდაპირ ვერ იტყვი როგორც ცილინდრიანზე ზიხარ რა. მაგაც სამწუხაროდ დღეს ამ ვიდეოში დინამიური კადრები ვერ ჩავს ესე რომ ვთქვა, მე ესე მგონია ყოველ შემთხვევაში ანუ ვერ ვიარე ხა მოტოთი ისე როგორც საჭიროა რა, ცოტა აგრესიულად და ასე შემდეგ. მე როგორც მიყვარს ხოლმე, მაგრამ დაელოდეთ ამ ვიდეოს დადებიდან დაახლოებით 2 დღეში დავდებ ამის POV შოც, ანუ პროსტა რომ გაზაობ ხოლმე და ის იქნება საკმაოდ ისეთი რა, ანუ მაქსიმალურად რაც შეიძლება რომ ადრენალინი მიმეღო, გამომეწურა ამ მოტოსგან, მაქსიმალურად გამოუწურე რა, ანუ რისი საშუალებაც მომცა ამ ინდვა გზამ და ბაიკმა და ასე შემდეგ. ასე რომ ვისაც კონკრეტულად ის გაინტერესებს თუ როგორ გაზაობს და როგორ დადის და პოტენციალი მაგ ვიდეოში ნახავთ მაგ ყველაფერს რეალურად. დანარჩენი რავი ხა რაც ვიარეთ აქ ინახეთ. ერთადერთი კიდე ერთხელ დავკონკრეტებ რა ესენი თუ შეიცვლება ქალაქში იქნება აი ზე იდეალური საძრომიაო, იმიტომ რომ რული მართლა არ აქვს ხა ესე რომ თქვა ძალიან განიერ, თვითონ რული კაი ზომის აქვს რა. მანქანებს შორის გაეტევი, რაც არ უნდა ის იყოს. სიმჭიდროვე და ასე შემდეგ რა. საკმაოდ დასიამოვნები ვარ, საკმაოდ კარგი სატარებელი არის. არც ისეთი არ არის რომ თქვა ხა რომ ძალიან გრუბი და ასე შემდეგ რა. მაგრამ ეს ის მოტო არ არის ყოველ შემთხვევაში ესე ვიტყოდი, რომელიც აი ხო არის ხოლმე რომ მაგალითად რაღაცა მოტოები არ მინდა ხოლმე რომ მივიყვანო და მინდა რომ დავიტოვო რა და რაღაცა ვიკატაო რა. მით უმეტეს გუშინ MT-07-ზე რო ვიკატავე, აი ეხაც გარაჟში მიყენია. დღესაც მაქვს რაღაცები გადასაღები და რეალურად რომ არ მოვიტყო ერთი სული მაქვს რომ ეხა ეს მოტოციკლეტი დავაყენო და იმ მოტოციკლეტზე დავждე, იმიტომ რომ იმან ვაფშე სხვა ემოციები წამოიღო რა. ის არის იმენა, აი რავი რა, გაუხედნავი ცხენია მართლა რასაც ქვია რა. ის სხვა ემოციებს, მაგრამ და ამასაც აქვს ეგ ემოციები რეალურად რა, ანუ ისეთია, კაი ხულიგანი ტიპი არის, მაგრამ მაინც ნუ კარჩე აქ ხა რეალურად თქვენ ამ ვიდეოებს იმიტომ უყურებთ, რომ ჩემი აზრი გაიგოთ, მე როგორ აღვიქვამ ამ ყველაფერს და რავი მაქსიმალურად ვცდილობ რომ გითხრათ ყველაფერი და რავი ჩემი აზრით მოკლედ ვისაც ეს ვიზუალი, ეს კომპლექტაცია და ეს ბრენდი ზოგადად მოგწონთ და ფიქრობთ ამ მოტოციკლეტის ყიდვას, საკმაოდ დასტოინი მოტო არის თავისი კლასიდან გამომდინარე რა. ვიდეოდან გამომდინარე თქვენ თვითონ მოიფიქრეთ გინდათ ამ მოტოს ყიდვა თუ არ გინდათ. მოგეთ დღეისთვის სულ ეს იყო. პირველ რიგში ყველას ძალიან დიდი მადლობა იმ თბილი კომენტარებისთვის, რასაც მიწერთ ხოლმე და ზოგადად ძალიან ესეთი არმია შევიკარით მოკლედ და ძალიან მიხარია ეს ყველაფერი და კიდევ უფრო გავიზრდები და კიდევ უფრო მეტი საინტერესო ვიდეოები გვექნება. ეხლა რაღაცა პატარ-პატარა საკითხებზე მუშაობ, ცოტა ფინანსებში ვართ გაჭედილები, მაგრამ მაგასაც დავალაგებთ და ახალ კონტენტსაც დავამატებთ, რაც მგონია რომ ძალიან მოგეწონებათ. და მოკლედ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა დროებით.